დილამ მშვიდობის, ყველას მოგესალმებით. იმედი მაქვს, რომ მზად ვართ. დავიწყოთ შეუდგეთ შილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრას, რომელიც იმართება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან. ნება მომეცით დავიწყოთ ბატონ თავმჯდომარეს მადლიერების სიტყვებით, მისი მისამართით, იმისთვის, რომ ესეთი მართლაც მიზლობა გაგვიწიეთ და თქვენი ძალიან მტკიცე პოზიციის გათვალისწინებით ნატოსა და საქართველოს შორის პარტნიორობის თვალსაზრისით. ძალიან დიდი მადლობა პარლამენტის წევრებს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც მოგვცა საშუალება შეხვედროდეთ თქვენ და პარლამენტის სხვა წევრებს. ნება მომეცით საქართველოს მიულოცო 25 წელი დამოუკიდებლობის აღდგენის. შილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში ძალიან სერიოზული გზავნილია მსოფლიოსთვის. რომ ნატო მტკიცედ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს. იგი ასევე აგზავნის ინფორმაციას უწყვეტ და ძალიან მჭიდრო პარტნიორობაზე საქართველოს ნატოს შორის. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მომავალ თვეს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, რათა მაღალი შეფასება მიუწე ყველა პარლამენტარის მოღვაწეობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. საქართველოს ძალზე შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმების გზაზე. თქვენ გააძლიერეთ კანონის უზენაესობა და ასევე აგრძელებთ რეფორმებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში. აღნიშნული რეფორმების ძალისხმევა ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხისთვის და იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს, შეითვისოს ისეთი სტანდარტები, რათა ნატოს წევრობას მიაღწიოს. ჩვენ დაპირება გვაქვს გაჟღერებული, რომ დავეხმარებით საქართველოს ნატოს წევრობის მიღწევაში, ნატოში გაწევრიანებაში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო თავმჯდომარე სტუმართმოყვარეობისა და ორგანიზებისთვის. გადაგცემ სიტყვას პარლამენტის თავმჯდომარეს. ბატონო გენერალურ მდივანო, მივესალმები შილო-ატლანტიკური საბჭოს წევრებს და საქართველოს პარლამენტის სახელით მინდა მადლობა მოგახსენოთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის. მართლაც ეს არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ ნატოს და საქართველოს ერთმანეთისგან მხოლოდ საქართველოს ნატოში წევრობა აშორებს, დანარჩენი ჩვენ ერთად მუშაობთ, ერთად ვიხილავთ ნატოს წევრი ქვეყნების მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს პრაქტიკულად სრულფასოვანი მონაწილე ნატოს საქმიანობის. ჩვენ ზუსტად ასე აღვიქვავთ თქვენს ჩამობრძანებას საქართველოში და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ. მადლობას მოვახსენებ ნატოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს, რომელიც დღეს წარმოდგენილია საქართველოში და მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იყოს თანამონაწილე უსაფრთხოების, კეთილდღეობის, მშვიდობის დასამყარებლად ჩვენს კონტინენტზე და მთელ მსოფლიოში. საქართველოს პარლამენტს აქვს განსაკუთრებული მიზეზი იყოს ჩართული ამ პროცესებში, ვინაიდან ჩვენ გვაქვს პატივი მომავალ წელს მაისში საქართველოში უმასპინძლოთ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიასაც. ეს იქნება ნატოს არაწევრ სახელმწიფოში, ნატოს საპარლამენტო მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც იქნება გარკვეულწილად გაგრძელება
აი ამ თანამშრომლობის ატმოსფეროში. კიდევ ერთხელ მინდა მე მადლობა მოგახსენოთ სწორედ იმისთვის, რომ დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთი თვით ადრე ჩამობრძანდით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, საქართველოს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობისთვის, ვისთვისაც კითხვა დგას არა ასე, კი თუ არა საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, არამედ საკითხი დგას ასე, რომელი გზა უფრო მოკლე და უფრო ეფექტური, რომ საქართველო გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ჩვენი ეს საერთო პოზიცია, რომელიც ჩვენ ბატონ გენერალურ მდივანს მოვახსენეთ დღეს დილით შეხვედრაზე, გვინდა რომ იყოს სწორად და პირდაპირ გაგებული ქართული საზოგადოების მიერ. დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის და ველი ძალიან ნაყოფიერ მუშაობას დღეს მომდევნო სესიის განმავლობაში. Thank you so much, Mr. Speaker. And this ends the public part of the meeting, and then we will continue in a moment. So thank you so much. ძალიან მოკლე ხანში. მადლობა.